ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. სოფლიო ისტორიის გაკვეთილები. პირველი პუნიკური ომი. ნაწილი პირველი. ისტორიის ფურცლებზე არის ეპოქები, რომლებიც არა მხოლოდ სულიან გეოპოლიტიკურ რუკას, არამედ განსაზღვრავენ მთელი ცივილიზაციის მომავალ ბედს. ანტიკურ ისტორიაში ასეთი კატაკლიზმა იყო პუნიკური ომები, რომლებიც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის შუახანებში ხმელთაშუა ზღვის აუზში ორი განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად ამბიციური ძალა იდგა აღმავლობის გზაზე: რომის რესპუბლიკა და კართაგენის იმპერია. კართაგენის სიმდიდრე და ძლიერება ეფუძნებოდა ზღვას, ვაჭრობას და კოლონიების ქსელს, რომელიც აფრიკიდან იბერიის ნახევარკუნძულამდე იყო გადაჭიმული. მისი უპირატესობა იყო უზარმაზარი საზღვაო გამოცდილება და სტაბილური ეკონომიკა. მის საპირისპიროდ რომის რესპუბლიკა იმ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებულ სახმელეთო ძალად იქცა. მან ახლახანს დაასრულა აპენინის ნახევარკუნძულის გაერთიანება და ამით თავისი სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდა. რომის ძლიერება ეფუძნებოდა დისციპლინირებულ ლეგიონებს, რომლებიც მოტივირებულნი იყვნენ მიწის, დიდებისა და უშუალოდ რესპუბლიკის იდეალების დაცვით. მისი აშკარა სისუსტე ზღვაზე გამოუცდელობა იყო. რომს არ გააჩნდა არც საკმარისი ფლოტი და არც მეზღვაურთა ისეთი კორპუსი, როგორიც კართაგენს ჰყავდა. კართაგენს თავის მხრივ სჭირდებოდა ძლიერი სახმელეთო არმია. მისი ძლიერება ძირითადად დაქირავებულ ჯარებზე იყო დაფუძნებული: ნუმიდიელ, ლიბიელ და ბერძენ პროფესიონალ მეომრებზე, რომელთა ერთგულებაც მხოლოდ ანაზღაურებაზე იყო დამოკიდებული. ამ ორი განსხვავებული ძალის შეჯახება გარდაუვალი იყო. ხმელთაშუა ზღვაში არ არსებობდა საკმარისი სივრცე ორი ზესახელმწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. ინტერესთა კონფლიქტის დეტონატორი კი სიცილია აღმოჩნდა. სიცილიის კუნძული ვაჭრობისა და სამხედრო კონტროლისთვის უმნიშვნელოვანეს პლაცდარმს წარმოადგენდა. კართაგენი უკვე აკონტროლებდა კუნძულის დიდ ნაწილს, ხოლო რომის ექსპანსია აპენინის ნახევარკუნძულის გაერთიანების შემდეგ აუცილებლად უნდა გასცდენოდა მის ბუნებრივ საზღვრებს. კონფლიქტის უშუალო კერა გახდა ქალაქი მესინა, რომელიც სიცილიის და იტალიის გამყოფ სრუტესთან მდებარეობდა. ქალაქს იმ დროს აკონტროლებენ მამერტინელები, იტალიელი დაქირავებულები, რომელთაც სირაკუზის ტირანის მხრიდან საფრთხე დაემუქრათ. დახმარებისთვის მათ ჯერ კართაგენს, შემდეგ კი რომს მიმართეს. მათმა გადაწყვეტილებამ, რომ დახმარებისთვის ჯერ კართაგენისთვის, შემდეგ კი რომისთვის მიემართათ, შექმნა დაძაბულობის კრიტიკული მომენტი. კართაგენის გარნიზონის შესვლა მესინაში რომის სენატისთვის მიუღებელი იყო. მათი გააქტიურება სახელმწიფოს სამხრეთ საზღვრებს უშუალოდ ემუქრებოდა. რომში მოიწვიეს სახალხო კრება, სადაც ხანგრძლივი დებატების შემდეგ გადაწყდა სიცილიისკენ გაგზავნილიყო ორი ლეგიონი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით. რომაული ლეგიონების ჩამოსვლა მესანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი კვლავ ინარჩუნებდა კართაგენთან კეთილგანწყობას, თუმცა რაოდენობრივად უფრო ძლიერი ჯგუფი სწრაფად გადავიდა რომის მფარველობის მხარეზე. შექმნილ ვითარებაში კართაგენელმა სარდალმა ჰანონმა ვერ გამოიჩინა ვერც პოლიტიკური წინდახედულობა და ვერც საკმარისი სიმტკიცე სიტუაციის სამართავად. მესინის მცხოვრებლებმა მოახერხეს კართაგენული გარნიზონის განდევნა და აღადგინეს ადგილობრივი თვითმმართველობა რომის მფარველობით. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტის დაკარგვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კართაგენის პოზიციებს და სწორედ ამ მოვლენით დაიწყო კონფლიქტი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც პირველი პუნიკური ომი. ომის პირველ წლებში ბრძოლის ველი ძირითადად ხმელეთზე იყო. ამ შეტაკებებში გაწაფული რომაული დისციპლინა და ორგანიზებულობა ეფექტურად უპირისპირდებოდა კართაგენის არმიის დაქირავებულ მებრძოლებს. რომაელი სამხედროები, რომლებიც მრავალწლიან კონფლიქტებში იყვნენ გამოწრთობილი, უსწრაფესად იპყრობდნენ სიცილიის ტერიტორიებს.
ბერძენი ისტორიკოსის დიოდორეს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. მალე მათ დამხმარე ძალებით შეემატათ და კიდევ უფრო უკეთ დაიწყეს ომის წარმოება. ასევე რესპუბლიკის მოკავშირე გახდა სირაკუზის მმართველიც. სირაკუზის გადაბირება რომაული დიპლომატიის უდიდესი მონაპოვარი იყო. სიცილიაში ახალი მოკავშირის გაჩენამ გაამაგრა რომაელთა პოზიცია. ქრისტეს შობამდე 262 წელს რომის რესპუბლიკამ მთავარი შეტევა აგრიგენტუმის მიმართულებით განავითარა. ქალაქი, რომელიც სიცილიაზე კართაგენელთა მთავარ სამხედრო ბაზას წარმოადგენდა, სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძი იყო. ალყა მრავალი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სულსაც სანოვაგის ნაკლებობას განიცდიდა, რომაელთა პირველადი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. როდესაც რესურსების მარაგი ამოიწურა, კართაგენის სარდლობამ დედაქალაქიდან დამხმარე ძალა გამოიყვანა. ამ არმიას ხელმძღვანელობდა ჰანონი, რომელსაც თან ახლდა მრავალრიცხოვანი დაქირავებული ქვეითები, ნუმიდიელი კავალერია და 50-ზე მეტი საბრძოლო სპილო. ჰანონის მიზანი იყო ალყის გარღვევა და რომაული არმიის სრული განადგურება. მან ჭკვიანური ტაქტიკა გამოიყენა, თავს დაესხა მომარაგეების ხაზებს, რომელთა მდგომარეობა სერიოზულად გართულდა. ალყა შემორტყმული ლეგიონები მოულოდნელად აღმოჩნდნენ ორ ფრონტზე მოქცეულნი. გადამწყვეტი ბრძოლა გარდაუვალი იყო. ამ ხანგრძლივ და სისხლიან დაპირისპირებაში გამარჯვება რესპუბლიკის ლეგიონებს დარჩათ. ჰანონის არმია განადგურდა, ქალაქი დაეცა, ხოლო რომმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა ომში. ამიერიდან ცხადი გახდა, რომ ხმელეთზე კართაგენს რომის დამარცხება არ შეეძლო. მიუხედავად სახმელეთო დომინირებისა, სიცილიის ზღვისპირა ქალაქები მხარს კვლავ კართაგენს უჭერდნენ. კართაგენელთა უძლეველი ფლოტი აკონტროლებდა მთელ ხმელთაშუა ზღვას. ისინი ახორციელებდნენ ეფექტურ საზღვაო ბლოკადას, რაც ხელს უშლიდა რომაული ჯარების უსაფრთხო მომარაგებას და მათ საბოლოო გამარჯვებას. ომის მოსაგებად რომის რესპუბლიკას უნდა დაეძლია თავისი სისუსტე და ესწავლა საზღვაო ომი. პირველი ნაწილის დასასრული.